Salome მეგობრებო, სვენებამ ვიდეოს შინაარსზე გადავალთ, მინდა რომ გაჩვენოთ ერთი ვიდეო. It was our grandfathers who brought you the lovely curry, which is your national dish. So how can you tell us to go? We're not going nowhere. We are here to stay. Like I said, we're not here to take part. We're here to take over. Akarიან იმისთვის რომ მთლიანად აიღონ დიდი ბრიტანეთი. ამ ემიგრანტების გარეშე საკითხი განსაკუთრებით გამწვავებულია ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ზოგადად დინამიკა იცვლება ხოლმე ყოველივე მხარეს, თუმცა განსაკუთრებით გამწვავებულია მდგომარეობა. ახლა ახალი ტალღა წამოვიდა მემარჯვენეების, რომლებიც უშუალოდ პასუხია, რეაქციაა უკონტროლო ემიგრაციაზე და ვფიქრობ პირველ რიგში დავფიქრდეთ იმაზე, რეალურად მართლა ესე საგანგაშოდ არის თუ არა საქმე. ამაზე ყურადღების გასამახვილებლად მინდა რომ მოგიყვანოთ სამი მთავარი ფაქტორი, რის მიხედვითაც შეგვიძლია ვიმსჯელოთ მართლა საგანგაშოდ არის თუ არა ევროპაში მდგომარეობა, მართლა დგას თუ არა ევროპული დასავლური კულტურა, კულტურული იდენტობა საფრთხის ქვეშ და ემუქრება თუ არა მას საფრთხე აღმოსავლეთის სამყაროდან. ბოლო წლების მაგალითებიდან პირველ რიგში ვფიქრობ საინტერესო იქნება ყურადღებას თუ გავამახვილებთ ეგრეთ წოდებულ მულტიკულტურალიზმზე, თუ გნებავთ ამას უწოდოთ მრავალკულტურულობა, რომელიც ერთგვარი სოციალური ექსპერიმენტებით წარიმართა, გადაწყვიტა ევრობიუროკრატიის გარკვეულმა ნაწილმა, რომ რამდენიმე კულტურის გაერთიანებით შესაძლებელი იყო რაღაც განსაკუთრებულის ახლის შექმნა, რაც ადაპტირებას მოახდენდა შემოსული მოსახლეობის და რაღაც მთელი უფრო მეტია ვიდრე მისი ნაწილები ჯამის პრინციპი. ამას ფიქრობდნენ რომ ეკონომიკური, პიტერსონი საუბრობს ხოლმე ამაზე, ასეთი მცდელობა იყო თითქოს ერთგვარი, რომელმაც არ გაამართლა, როგორც ამაზე უფრო სწორად დასკვნებით, თქვენ შეგიძლიათ გამოვიტანოთ გაამართლა თუ არა, თუ იქნებოდა ეკონომიკური ხელშეწყობა, პრობლემა მრავალკულტურულობაში არ უნდა წარმოქმნილიყო. მოკლედ, რომ გავხსენოთ პირველი მნიშვნელოვანი მაგალითი, რომელიც დიდ ბრიტანეთს უკავშირდება, კონკრეტულად ინგლისს უკავშირდება, დაფიქსირდა 100,000-დან 120,000-მდე გაუპატიურების შემთხვევა, რასაკვირველია გაუპატიურებულთა კატეგორიას წარმოადგენდნენ ახალგაზრდა გოგონები, ინგლისელი ახალგაზრდა გოგონები. ამაზე სახელმწიფოს პასუხი იყო ის, რომ ადგილობრივმა ლოკალურმა პოლიციამ უბრალოდ დამალა ეს საქმეები, არ გამოიწვია, მიაფუჩაჩა, ისევე როგორც მთლიანად ბრიტანეთის პოლიტიკურმა ელიტამ მიჩქმალა ეს საქმეები, იმიტომ რომ მათ პოლიტკორექტულ ნარატივში არ ჯდებოდა, იმიტომ რომ მოძალადეები იყვნენ პაკისტანელი მუსულმანები, ეს შემთხვევები ფიქსირდებოდა ინგლისის თითქმის ყველა დიდ ქალაქში, სადაც ისინი წარმოადგენდნენ მნიშვნელოვან მოსახლეობის ნაწილს. მეორე ფაქტორი, რომელზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, ეს არის დროშების საკითხი, ეგრეთ წოდებული აღმართე დროშა ოპერაცია, რომელიც ასევე რეაქციაა ამ უკონტროლო ემიგრაციაზე და კულტურულ შოკზე. დაიღალა დიდი ბრიტანეთის მოსახლეობა, განსაკუთრებით ინგლისის მოსახლეობა და გადაწყვიტეს, რომ სიმბოლურად პროტესტის სახით მრავალწლიანი დარწმუნების შემდეგ, რომ შენი იდენტობის გამოხატვა სირცხვილია და ეს პოლიტკორექტულობაში არ ჯდება და ვიღაცები ამის გამო თავს ცუდად იგრძნობენ, შენი დროშის და შენი იდენტობის სიამაყის გამოხატვის უფლება არ გაქვს. ამიტომ ისინი საკუთარ აივნებზე გადმოფენდნენ ხოლმე დროშებს, ინგლისურ დროშებს, რომელიც არის წმინდა გიორგის დროშა. ამ ფორმით აფიქსირებდნენ საკუთარ ეროვნულ სიამაყეს და იმას, რომ რაღაც გარკვეულ საფრთხეს გრძნობდნენ აღმოსავლეთის სამყაროდან მუსულმანური მოსახლეობის უკიდურესი სისწრაფით გამრავლებისგან და მათი ადრწესების და ჩვეულებების შემოტანით, რომელიც ეწინააღმდეგება ხშირ შემთხვევაში დასავლურ ქრისტიანულ სამყაროს ღირებულებებს. მაგალითად, მათ შემოქონდათ ისეთი ღირებულებები, როგორიც არის სიმბოლური დასჯა და პოლიციის ავტორიტეტის უარყოფა, მაგალითად ისეთი, როგორიც არის ბავშვების გათხოვება, რამაც საბოლოო ჯამში აიგნივალთ აქამდე შიში გამოიწვია, როგორც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეებში, ადგილობრივ მკვიდრებში, ასევე როგორც ჩანს პოლიტიკურ ელიტებშიც. ყურადღება გავამახვილოთ პირველ პირებზეც, მაგალითად ძალიან ტენდენციურია ის, რომ დიდ ბრიტანეთში პირველი პირები ინიშნებიან მათი რასის და რელიგიის მიხედვით თითქოს ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, ანუ მათ აქვთ არ მხოლოდ კვოტა, არამედ სურთ, რომ უმრავლესობას წარმოადგენდნენ მუსულმანური ლიდერები. მაგალითად, ავიღოთ თავად ლონდონის მერი სადიკ ხანი, ავიღოთ მაგალითად დღეს უკვე დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰოუმ სეკრეტარი, რომელსაც ეხება ინგლისისა და უელსის პოლიციის კონტროლი, ემიგრაცია
დაზორვა, კონტრდაზორვა, შაბანა მამუდი ავიღოთ მაგალითად, სოფია საიდი და კიდევ მრავალი თითქმის ულამის ცოტა ხანში უმრავლესობაში მოყვებიან ისინი პოლიტიკურ ლიდერებში და გარდა ამისა ძალიან საინტერესო სტატისტიკას აქვეყნებს ტელეგრამის 3 ივნისის მონაცემების მიხედვით, თუ მდგომარეობა ამგვარად გაგრძელდა, აუცილებლად მივიღებთ იმას, რომ 40 წლის შემდეგ დიდ ბრიტანეთში მოსახლეობა იქნება დიდ ბრიტანელებზე ნაკლები. ანუ 50%-ზე ნაკლები იქნებიან ადგილობრივი მკვიდრები და მთლიანად გაივსება აღმოსავლეთის ქვეყნებიდან, ბანგლადეშიდან, პაკისტანიდან და სხვადასხვა აღმოსავლური სახელმწიფოებიდან, არაბული სახელმწიფოებიდან, თურქეთიდან შესული ემიგრანტებით. მინდა რომ ერთ საინტერესო ვიდეოზე რამდენიმე ვიდეოს ლინკს დაგიტოვებთ, რასაც ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა გაიცნოთ, ვინც ამ საკითხებით ხართ დაინტერესებული, უბრალოდ ყველა ინგლისურ ენაზე არის, გიყვართ ინგლისურად მასალების მოძება, მათ უფრო გამოგადგებათ. ძალიან საინტერესო რეპორტაჟია, მომზადებული რამდენიმე კვირის წინ გადაღებულია ლონდონის ერთ-ერთ უბანში. ეს არის დაახლოებით უფრო დოკუმენტურ რეპორტაჟული ვიდეო 29 წუთია, სულ დიდი არ არის. ტაუერ ჰამლეტში, რომელიც არის დიდი ბრიტანეთის აღმოსავლეთ ნაწილშია და რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი უმრავლესობას შეადგენს უკვე მუსულმანური მოსახლეობა. საინტერესო რომ ეს სტატისტიკა შეიცვალა ბოლო 60 წლის განმავლობაში, იმიტომ რომ 60 წლის წინ მოსახლეობა შეადგენდა 93% შეადგენდნენ ადგილობრივი ბრიტანელი მოქალაქეები, ხოლო დღეს უკვე სულ რაღაც 60 წლის შემდეგ ეს სტატისტიკას გამოსახავ, როგორ მცირდებოდა და დღეს 40%-ის აღარ არის, 20% წარმოადგენს ადგილობრივი ბრიტანული მოსახლეობა. ისინი შედიან საკუთარი ღირებულებებით. ერთი ბანგლადეშელი ადამიანის ასე ვთქვათ, კულტურული მოდერნიზება დემოკრატიისკენ, ხო, მაგალითად არის შესაძლებელი. მაგრამ როდესაც ისინი შედიან იქ უკვე მილიონ ბანგლადეშს ვერ კულტურულად შენსკენ ვერ წამოიყვან და სხვათა შორის რატომ Labour Party და რატომ მხოლოდ ულტრალიბერალები აკეთებენ ძირითადად ამას და რატომ უჭერენ მხარს, რატომ არის გაყოფილი ზოგადად მემარჯვენეები და მემარცხენეები. იმიტომ რომ რომელი მხარეც დაუჭერს მხარს კონსერვატორები, მემარჯვენეები, რომლებსაც ძირითადად წინააღმდეგები არიან ემიგრაციის და მათი მთავარი ღირებულებები დაფუძნებულია ტრადიციებზე, კულტურული იდენტობის შენარჩუნებაზე, დასავლური ღირებულებების სიამაყეზე, ისინი არასდროს არ შემოიყვანენ ამ ფორმებში არასდროს არ შემოიყვანენ ემიგრანტებს. მაგრამ ამ ულტრალიბერალებს ახასიათებთ სოციალური ექსპერიმენტები და მათთვის ეს არის ძალიან პრაგმატული მოგების საკითხი. ნუ ეხლა იაფი მუშახელიც კი, მაგრამ უფრო სხვა რაღაცაც არის, რაც მეტ ემიგრანტს შემოიყვანენ, ისინი აირჩევენ, მათ მისცემენ პოლიტიკურ უფლებებს და შემდეგ ისინი აირჩევენ ხელისუფლებაში დატოვებენ ამ შემთხვევაში Labour Party დიდ ბრიტანეთში. მაგრამ საკითხი იმაში მდგომარეობს, რომ როდესაც ისინი უკვე აღმოჩნდებიან უმრავლესობაში, ისინი აირჩევენ იმას, ვინც მათ წარმოადგენს, ხო? აქ უკვე იმას კი აღარ აირჩევენ ბრიტანელებს, აქ უკვე აირჩევენ საკუთარ მუსულმან ლიდერებს, საკუთარ აღმოსავლური კულტურის გამტარ ადამიანებს და სხვათა შორის მათ აქციებზე შემაშინებელი ტენდენციები ან უკვე ამ მდგომარეობაში, ამ მოცემულობაში უკვე გამოდიან და ამბობენ, რომ არ ვიცი, ჯანდაბა ინგლისურ პოლიციას და ასე შემდეგ ცოტა ხანში რას იზავენ, წარმოქმნილაც არ მინდა. ერთი სტატისტიკა, რომელიც კიდევ სანამ გავწდები ამ დოკუმენტურ რეპორტაჟს არის ის, რომელზეც მეც არ ვიცოდი ნამდვილად, ეს არის ის, რომ სტატისტიკურად უფრო მეტი ადამიანი ბრიტანელი მუსულმანებიდან უერთდება ისლამურ სახელმწიფოებს არმიაში, ვიდრე თავად ბრიტანეთის არმია და ნუ ეს ცოტა ნამდვილად ისეთია, ხო? პარადოქსულია სახელმწიფო, რომელიც გაძლევს უფლებებს, გაძლევს ეკონომიკურ მდგომარეობას, გაძლევს პოლიტიკურ უფლებებს, გაძლევს თავშესაფარს, რეფორმებს, კვოტებს გიწესებს, რომ ყველგან ყავდეს შენი წარმომადგენელი, მის არმიაში როგორც ჩანს, მაინც არ უნდათ მათ წასვლა და მაინც ისევ საკუთარ სიახლოვის ვისთანაც გრძნობენ რეალურად და რისი შეცვლაც უნდა იმისთვის მიდიან და რეალურად მართლაც შემაშინებელია, რომ მათ სურთ მთელი ევროპის აღება და ეს არ ხდება მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, უბრალოდ დღეს მოვახდინოთ დიდ ბრიტანეთზე ფოკუსირება. აქ შევწყვეტ ვიდეოს საწერას, იმიტომ რომ ისეთ ძალიან დიდი გამო მივიდა, მაგრამ კიდევ აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო იმასთან დაკავშირებით თვითონ როგორ დაიწყო ეს ემიგრაცია, როდის წარმოიშვა ეს საკითხები და დაგასპოილერებთ 50-იანი წლებიდან იწყება დასავლეთ ევროპაში
ევროპაში ეს დამანგრეველი ემიგრაცია ეს სიტყვა ამ სიტყვას არ ვხმარობ მსუბუქად იმ რისკებიდან გამომდინარე რაც ევროპას წინ შეიძლება დაუდგეს თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა ასევე მინდა ვისაუბრო იმაზე თუ რა როგორ შეიცვალა ბოლო რამდენიმე წელია რატომ მოხდა ისე რომ მთელ ევროპაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმარჯვენე ძალები მოდიან და ტრადიციონისტები ბრუნდებიან ქვეყნის სათავეში და დარწმუნდა უკვე მთელი ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატებიც რომ არ ღირს ამ ულტრალიბერალიზმს საერთოდ არავინ არ მიყავს აი ამ სამ საკითხს მინდა რომ ჩავწერო ასე რომ ძალიან გამიხარდება თუ უყურებთ მეორე, მესამე, მეოთხე ნაწილებსაც